ძალიან ცნობილი ტერმინი გავსკდი. ქართველებს გვაქვს გენიალური სიტყვა დავნაყრდი. გასკდომა სრულიად სხვა მომენტია. ეს არის, როდესაც ადამიანი იკვებება იმიტომ, რომ საჭმელს ხედავს. იმიტომ კი არა, რომ ის დანაყრდა. ძალიან ბევრი ნიუანსი, აი მაგალითად, ვიცით თუ არა მინერალური წყლის ძალება. ძალიან ბევრმა არ იცის. მაშინ რატო ვსვავ და რა დროს იხმარება? და ექიმები რატო ვნიშნავთ? მე ვნიშნავ. ჭამამდე 20 წუთით ადრე, ნუ 9 საათით ადრე. თუნდაც ის ბორჯომი, რომელიც ბორჯომში რა მოდის იქ იმაში ჭაბურღილიდან, უნდა დაილიოს მხოლოდ 20 წუთით, ნუ 9 საათით ადრე მაქსიმუმ ჭამამდე. იმიტომ რომ კუჭის წვენის გამოყოფის ორი გზა არსებობს, ერთი ეგრეთ წოდებული რეფლექსური, აი თუნდაც რო უყურებთ გემრიელ საჭმელებს, ან ტელევიზორში, ან კინოში, ან გადაცემაში, აი ვინმე რო გემრიელად ამზადებს, აი რო უყურებ ამ გადაცემას, ხო? იმ წუთას ვეხვდები, რომ ნერწყვი წამოვიდა. ნერწყვი რას აკეთებს? ამზადებს პირში ნერწყვს, იმიტომ რომ პირველი მონელება საკვების იწყება ამილაზა მალტაზა, ეს არის ფერმენტები, რომელიც შაქარს ასე ვთქვათ, შაქრის მონელებას იწყებს, გარდაქმნის არტივშაქრებად, სახაროზას, ფრუქტოზასაც და მერე უკვე ჩადის საკვები კუჭში. როდესაც გამოდის ნერწყვი, ცარიელ კუჭში უკვე გამოდის მჟავა. იმიტომ რომ ემზადება. მერე უკვე გამოდის მჟავა და თუ პაციენტს აქვს პრობლემა კუჭთან, ანუ წყლულოვანი დაავადება, გინდა 12 კუჭაში კიდე, იმას პრობლემა ექნება. ანუ ეს მჟავა კიდევ უფრო აზიანებს და უფრო ადიდებს დაზიანების ადგილს.